იასამნების დრო დადგა, ჩვენ სულ გვიწერია სიაში, რომ გვაქვს 3 ჯიში იასამანი და ამ 3-ს ვამრავლებთ, ამ 3-ს ვუვლით, ამ 3-ს ვეფერებთ. უკვე შემიძლია გაჩვენოთ, რომელია. წავკისური ჭყეტელა ეს ჯიშია და ამასაა რომ ყველა რომ ქუჩებში რაც არის ახლა, სადაც ყიდიან, წავკისდა რომ ჩამოაქვს ბევრი და რომ გაივსება ახლა თბილისის ქუჩები, ეს ის ჯიშია, შედარებით ღია ფერის და ძალიან სურნელოვანი. მე რომ მკითხოთ, მე ყველაზე უფრო ეს მირჩევნია, რა თქმა უნდა თეთრი, რომელიც შედარებით იშვიათია, მაგრამ საოცარი სურნელი აქვს და არ მეგულება ადამიანი რომ არ მოწონდეს და ეს ყველაზე განსაკუთრებული, რომელიც როგორც მახროვი, როგორც ბუთხუზა ყვავილებიანი, მელნისფერი, ყველაზე უფრო მსხვილი და ყველაზე უფრო ნაკლებად სურნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი პოპულარული ჯიში. რა თქმა უნდა, კაი ჯიშის იასამანი ნაკლებად იყრის, ვისაც აქვს ეზოში ეს იასამანი, იმან იცის, რომ ამონაყარი აქვს ძალიან ცოტა და ნაკლები. ეს სამივე ჯიში გვაქვს ხოლმე და ვამრავლებთ. აწი გვეცოდინება, რომელია წავკისური ჭყეტელა, რომელია იასამნისფერი, მუქი, მელნისფერი, მსხვილყვავილიანი იასამანი და თეთრი იასამანი. აწი სულ მექნება ფოტოც და ვიდეოზე შემიძლია გაჩვენოთ, რომელია სულ არის ამაზე დავა. მიაქვთ ეს, იმიტომ რომ გაცილებით იაფიღებს ამის ნერგი და უნდათ ეს. არ გამოდის. სამწუხაროდ ეგრე არა. მაგრამ ესეც გვაქვს და ისიც გვაქვს, რა თქმა უნდა. ეხლა გაჩვენებთ არ დამეზარება ირანიდან ჩამოტანილ ჯიშებს. ის საკოლექციოთ მაქვს, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ ამის გამრავლებას. იასამანი არც ისე ადვილი გასამრავლებელია. ხო იოლად იზრდება, მაგრამ ნაკლებად იკეთებს ეს კარგი ჯიშები ამონაყარს. და კალმით ისე როგორც ვარდიან და ნარჩენი სხვა მცენარე სამწუხაროდ არ მრავლდება. ეხლა გავშლი ისინი მაქვს მოკრეფილი, ეზოშიც გაჩვენებთ როგორი სასწაული ჯიშებია ის ირანიდან ჩამოტანილები. მოკლედ ასე, შევთანხმდეთ, ეს არის წავკისური ჭყეტელა, ღია ფერის და ძალიან სურნელოვანი, ეს გახლავთ ბუთხუზა ყვავილებიანი, მუქი მელნისფერი, რომელიც ყველას მოწონს, რატომღაც და ეს გახლავთ თეთრი. ეს ჯიშები დილას მოვკრიფე და წყალში მელაგა რომ კარგად გატკიპინებულიყო. ესენი ირანიდან ჩამოტანილი ჯიშებია, ნახე ერთი მეორეზე სხვადასხვანაირი ბუთხუზები, შეხედე როგორია ისა. აი ესეც რამ ხელამტევნები აქვს, ნახე წითელი. ეს იქაური ველური, ნახე რა სილამაზეა, წვრილი, მაგრამ ძალიან სურნელოვანი და ლამაზი. ეს წითელი, შეხედე? აი როგორი მტევნები აქვს. ეს ძალიან კლასიკურია, ველურია, იქაური და ძალიან კაი სურნელი აქვს, არაჩვეულებრივია. ეს ბუთხუზა ყვავილებიანი, ნახე, ერთ ყვავილში რამდენიმე ზის. ესეც იქაური ველურია, ნამდვილი იასამნისფერი ეს არის. სასწაულის სუნი აქვს და იქაურ პარფიუმერიაში გამოიყენებენ. ძალიან კარგი, ამას შეხედე როგორია. რაღაცა სასწაული მტევანი აქვს ამასაც. აი, ესეც ნახე როგორია. სამწუხაროდ ვერ ვამრავლებ, რომ ყველას არ მრავლდება ასე ადვილად. აი ესეც ნახე როგორი ბუთხუზა ყვავილებიანია. აი ნახე როგორია. ძალიან კარგია. ეს ნახე. და ეს ბოლოსთვის შემოვინახე, ნახე როგორი მტევანი აქვს. რომ ხელებიან ნახე. გიჟდები. მე მგონი ცოტა ვაფრენ. თელი დღე ხო ყვავილში ვარ. აქ მაქვს დარგული აივნის ქვეშ. ხო და საღამოს რომ მივდივარ თვითონ მტევანი მიმაქვს და ჭიქაში ვიდებ თავთან. რომ ძინავს რომ მაშინაც უყურო. ნახე როგორია ეს. ამაზე შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი. აი რამ ხელებია. ნახე ეს წელს პირველად აყვავდა და ერთი შეხედე როგორია. ნახე რა კარგებია. ამის მტევანი შეხედე რამ სიდიდია. და ამის გვერდზე ეს ველურია. იქაურია, ირანული ველური, ნახე როგორია. აი. სასწაული სუნი აქვს. ამას ნაკლებად სურნელი დიდი არაფერი, მაგრამ ეს შვება რაღაცა ჯადოქროს. უზნეცოვის სერვიზებზე რომ დახატული ისეთია. იმის ყვავილსა. ეხლა მას ჩავაწყობ ისევ ჯამში და გადავაფარებ ქაღალდს, სველ გაზეთს და ხვალისთვის ისევ კაი იქნება.
ასეც კაი.